ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შეჯერდეს ახლა ამას ჯერობა საჭირდება, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ორი აზრი არა. დიდი სხვა არ მგონია, რომ სხვანაირადზე იყოს, ასე მგონია, ყველა ერთადზე უნდა ვიყოთ ამ შემთხვევაში. ძალიან ცუდად ალბათ. არ იქნება კაი, რა თქმა უნდა. მომავალი თაობა მაგაზე ფიქრობს, რომ იქნეს ვიზა ლიბერალიზაცია და ევროპაში წასვლა და ახალგაზრდებისთვის კაია და რაც კაია მომავალი თაობისა მივესალმები იმას. ალბათ თავრობას უნდა შეიცვალოს ან შეცვალონ აზრი და საჭიროა შვილები ასე ფიქრობენ მაგალითად კაიაო და ჩემი შვილები და იქანა და მაგენი ზახე შეუჩერეთ, არა არავინ არ შეუჩერებს. მაგი მონაბავარია სულ არ ამთავრებს. არა გენოს მაგი არ მოხდება. ეს ხო თამაში არა. გაჩერდეთ ნუ დარბინ ევროპაში და ნუ იზახე შეუჩერეთ არ შეიძლება. არ შეჩერდება. არა. ყველაფერი სუდია ჯერჯერობით საქართველოში. და რაც უნდა გაკეთდეს, ჯერჯერობით ყველაფერი სულად აისახება. ეგ არის მე მგონი მართლა. ვიზა ლიბერალიზაცია მე მაგის საერთოდ არ მახსოვს. ახლა თქვენ იყით ესე იგი რომ ეს კაცი არის გამოუსვლელი კაცი, ამან არაფერი არ იცის და ყველა ლაპარაკობს. მე ნახევარი საბჭოთა კავშირი მაგშამური ტრაილერზე მუშაობდი და დავდივოდი რა. ხო და ახლა აგენი მე რუსეთი მირჩევნია ყველა სავალაკო. რუსეთი მირჩევნია, რუსეთთან ჩვენ დასული ვიყავით. და დაგვიცავდა რუსეთი დღესაც ახლა რაღაც დაგიცავს იმას უვნები ყოველ დღე რომ არ მინდებ ხარ, ცუდი ხარ და არ მჭირდები. ეს არა მართლა. ადამიანი დაუჭირებელი არ არსებობს. ქვეყანა დაუჭირებელი არ არსებობს. ევროპას მე მგონი კარგი არაფერი არ მოაქვს ქართველი ერისთვის თუ საერთოდ კაცობრიობისთვის. არ უნდა შეუჩერდეს ვიზა ლიბერალიზაცია. უნდა მოიშოროთ ბიძინა ივანიშვილი თავისი გუნდით ყველა უნდა ამოვზიგოთ ყველანი და ვიზა ლიბერალიზაციას გვექნება და ევროპაში და შევალ და ევროკავშირის წევრიც გავხდებით და შესანიშნავი ხელფასები გვექნება ეს ხალხი ვიცა წასული ახლა ევროპაში ლუკმაპურიდან ნაშოვნი არა საშორელად ყველანი დაბრუნდება თავთავიანთ სახლში ახლა 3,700,000 ადამიანი ცხოვრობს ქართველი საქართველოში. აქედან 1,500,000-ზე მეტი წასულია ზოგი რუსეთში, ზოგი ევროპის ქვეყნებში, ზოგი ამერიკაში. თავარი არის რომ ეს კაცი თავისი ივითი მოვიშორო. დიდი ევროპებით ეგ უზარმაზარი პრობლემა იქნება ბევრი ადამიანისთვის, რადგან ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა საერთოდ ფერუსის ძალიან საჭირო არის, რადგან აქ საქართველოში მაინც კარგი არ არის სიტუაცია და სოღანებს შეუძლებთ ხალხს ასვლა იმისთვის რომ ფული ეშოვან ან ხო რა ბევრ რაღაცას ჭირდებათ ხოლმე და ამიტომ დიდი პრობლემა იქნება ძალიან საქართველოს საერთოდ ევროპისკენ ნენელა იწევდა ხოლმე მაგრამ ახლა არ შენელდა მაგ მოძრაობა ამიტომაც შესაძლებელია ყველაფერი ახლა ცუდად რა თქმა უნდა ძალიან ცუდად ცუდად საყვარელო ცუდად იქნება ყველასთან კარგი ურთიერთობა გვინდა ჩვენ აბა ცუდი რად გვინდა მაგრამ ჯერ ჩვენ უნდა გავუკეთოთ ჩვენ თავს კარგი ჩვენ თავს ჩვენ უნდა მივხედოთ. ჩვენ სხვა ვერაფერს ვერ გაგვიკეთებს, ჯერ ჩვენ უნდა გავძლიერდეთ, ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ საქმეს, ჩვენ თავს და კარგად რო ვიქნებით, სხვაებიც უკეთესად გამოიხედავენ ჩვენსკენ. ჩვენ რო ცუდად ვიქცევით, ყველა ცუდად გვექცევა. ძალიან ცუდი იქნება, რა თქმა უნდა. მე ახლა შვილი საზღვარგარეთ ამხაც უკვე 8 წელიწადია. ბავშვიდან გამომდინარე პატარა პრობლემების შექმნა, რომელიც საქართველოში ვერ გაუგეს, საერთოდ რა ხდებოდა და იქ მკურნალობს. მე თუ ჩემი შვილები ვერ ნახე ამ ხელა გზაზე, ამაზე მეტი საშინელება რა უნდა იყოს მშობლისთვის და ღმერთმა უკნასო შეჩერდეს.